თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშარ ბურჭულაძის ადვოკატის მარიამ შათირიშვილის განცხადებით ბურჭულაძისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. უფლებადამცველმა ამის შესახებ TV პირველის ეთერში განაცხადა. თავად ჯუანშარ ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი დაკავება აბსურდია და ამის მიღმა სხვა ინტერესზე მიუთითებს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო პარტიის წევრს მურთაზ ზოდელავას პატიმრობის უზრუნველყოფით 25,000 ლარიანი გირაო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა გუშინ გამართა. რუსეთის ლენინგრადის ოლქში კირიშის ნავთობგადამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით იერიში შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება. ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ დროზენკოს განცხადებით კირიშში 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას შეწყვიტონ და ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ის რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ტრამპი უკვე დიდი ხანია ევროპას ამერიკული ენერგორესურსების ყიდვისკენ მოუწოდებს. მიმდინარე წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ევროკავშირს მოსთხოვა 350 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად ამერიკული ენერგორესურსები იყიდოს.